გამარჯობათ, ბექაროშკელია თქვენთან. როგორც ხედავთ, ტანკ კლასიკზე ვისაუბრებთ დღეს მოკლედ. პირველი ვიდეოს დადების მერე კარგი ხანი გავიდა და პატარ-პატარა აპდეიტები არის ტანკ კლასიკზე და მინდა რომ გაწოდოთ ეგ ინფორმაცია. მაგრამ თუ კი რა გეუბნები, აი ინფორმაციას ვაწოდე ადამიანებს. ტანკ კლასიკის ტესტირებები დაიწყო უგონთ აქტია 25 დეკემბერი, მაგრამ როგორც მახსოვს 25-ში დაწყებულა და სადაც იანვრის დასაწყისში დაიწყო. თუ სწორედ მახსოვს. მაგრამ anyway, რაც არის ეგ არის. თავად დაიწყო ტესტირებები, რომელშიც მონაწილეობის მიღებისთვისაც უნდა გადაგიხადა ფული, სადღაც $60 მაგრამ ლარებში იყო. ლარებში 150 რაღაც ლარი არ იყო, იყო სადღაც 120 ლარი, 100 სადღაცა ეგრე, პლუს მინუს. უბრალოდ არ მახსოვს, მე არ გადამიხდი. მოკლედ, ფულს რო გადაიხდიდი early access-ში, ტანკი ონლაინიდან რა გადმოდის? შენი აკაუნთი, მთლიანად არა, უბრალოდ nickname-ი გადმოდის, მეტი არაფერი. აკაუნთი ვერც გადმოვიდა და ფიზიკურად ტანკ კლასიკი ხელახლა იწყება და პირდაპირ სამზე ხარ გაიჩიტები არა. ასე რომ მარტო nickname-ი გადმოდის. ცოტა ფულს გადაიხდიდი და ვეტერანიც გექნება ადამიანს. ხაც გუში დაწყებული ადამიანი პირდაპირ ფულს რო გადაიხდის. ეგრე ვეტერანის ფერი რო აქვს და იმასაც ვინც კარგი ხანია თამაშობს და არა კაი, რაც არის ეგ არის. შემდეგ გადმოვიდეთ აქეთ. აი რაღაცას გადაიხდიდი, ტანკში დავალუტაა. ვისაც შემსავს კარგი ხანი არ გითამაშიათ პირველად ხედავთ. და voting-ის სისტემა ხო? ცოტა მეც გადაიხდით და voting-ი შეგეძლო. voting-ი ხმის მიცემა რაც შეგეძლო, მაგას გეტყვით ცოტა ხანში. და საერთოდ ფული რატო გიდ და ტანკ კლასიკი მაგასაც გეტყვით. ნუ ყოველ შემთხვევაში როგორც გვითხრეს, ეგრე იყო. ეს არის დეველოპერების ხერძი, რაც არის ტანკ კლასიკის განვითარების კოჩვენები ნამით იდეაში. საკმაოდ ბევრი რაღაცა და მარტო ორიც არის მონიშნული აუდიოს ზევით, აი ესენი. მაგრამ რეალურად უფრო მეტია გაკეთებული ვიდრე მარტო ეს ორი, უბრალოდ გამწვანებული არ არის აქ. მაგალითად ეს ლობის ინტერფეისი ისე ძველი როგორც იყო, ისე ისე დააბრუნეს. ეს ბათეთლონდებიც ეგრეთია. პროტექშენ მოძულები დაამატეს რეიგანის ეფექტი გამოასწორეს. ეს მაგას ისვლელია, იმიტომ რომ მობაილ საიტად უნდა იყოს ჩემი აზრით, რა ვიცი, იმიტომ რომ ტანკებზე უკეთეს თამაშებიც არის. Modern Warfare რაღაცა ქვია ტანკებზე ისიც. საერთოდ World of Tanks ეგრეა, მობაილზე არის ასე რომ მობაილს შეიძლება მოშორდნენ ჩემი აზრით. აფეთქების ეფექტებიც ოდნავ შეცვლილია. ძველებურს აქვს მსგავსებული ვიზუალურად არა, მაგრამ არის რაღაც სტილი მოგეთ. ესეც გამოსწორებულია ეს ეფექტი. ის უკუცემა უფრო მეტი ქონდა, ეგრე დავინახე ვიდეოებს რო უყურებდი და მოკლედ აქ არის სხვა რაღაცები, კრისტალ ბოქსები, ლეგასი map version-ების ჯერ არ არის, კრისტალები არის გამოსწორებული, კრისტალის ყუთები იყრება map-ზე, კონტეინერების გახსნა მეგონი ჯერ არ არის შესაძლებელი და voting არის ეს. აი ნახეთ, ვისაც ის აქ voting შეუძლია, ხმას მისცემენ სტრაიკი დაამატონ თუ გაუსი, რომელიღაცა უნდა დარჩეს ფანკი კლასიკში. ჩემი აზრით სტარი რაიკერი ჯობია, განსხვავებულია უფრო სასაცილო სახალის ხმის მიცემა ასე overdrive-ებზე. ჩემი აზრით overdrive-ები საჭირო არ არის. მაქსიმუმ რაღაც ივენთი იყოს რა ვიცი, წელიწადში რამდენი ჩემი და იქ დაამატონ overdrive თუ ისე. არა, smart supplies ეს რა არის? არა, ამის პირველი ვერსია არა. ჯობია როგორც კიდე ხმის მიცემა არის ბევრ რაღაცეებს, 700 კრისტალზე ჩამოვარდეს კოდბოქსები თუ რენდომულად. მე დროპ ზონები გქონდეს თუ არა. ხო, ამაზეც თქვი ვიდეოში. სკინებზე იქნება ეს აუგმენტები თუ რაღაცა ალტერაციები, короче, თავიდან ალტერაციები. სკინებზე იქნება თუ სკინების გარაში. აქ ცოტა ისე ვარ. 50-50, რა ვიცი. ალბათ სკინების გარაში ჩემი აზრით ჯობია. ლეგასი უფრო რა ვიცი ძლიერი ან რაღაცა ეგეთი რო იყოს. აქ კიდე სკინზე რო იყოს ეგ დამოკიდებული. სკინი უბრალოდ ვიზუალისთვის რო იყოს მოკლედ. კოდბოქსები სწრაფად დაიწეს თუ ნელა, ნუ რა თქმა უნდა ნელა. ეს რატოა საერთოდ ხმის მისაცემად? აქ ხო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. rebalancing სისტემა თუ rebalancing შემდგომი სისტემა. rebalancing შემდგომი სისტემა არის, რომელიც ყველას გვახსოვს და ყველას მოგწონდა დარწმუნებული ვარ. ვის თამაშობდით რავი 2013 წლიდან ზევით. ეგ იყო post rebalance სისტემა, ანუ rebalance-ის მერე სისტემა რაც იყო. მანამდე იყო ის rebalance-ამდე, ანუ როგორც ახლა არის ტანკ კლასიკში. თუ გაქვთ ვიდეოები ნანახი, ტესტი გექნებათ ალბათ. უმეტესობას ყუბზე რო გადადიხარ და გავსებული რო გარაში ემსამებით უკვე. აი იყო ეს rebalance-ამდე, rebalance-ის მერე უკეთესია, იმედია ამას არიჩევენ. მოთამაშეები მედია ამას არიჩევენ. ეს თუ არ არიჩეს, არ ვიცი. მეგონი არც ვითამაშებ ამ თამაშს. არ ვიცი, მოკლედ ესენი ჯერ არ დამატებული. და ბოლოს გამოსვლის თარიღი, როდის გამოვა, თვითონაც არიციან. ზოგი ამბობს, რომ წლის ბოლოს შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ არ მგონია წლის ბოლოსკენ ძალიან ის არის. არ იქნება კარგი მოკლედ. ძალიან კარგი იქნება თუ გამოვა ეს სადღაც ივნისში მე მგონი. ტანკის დაბადების დღე როცა აი მაგ დღეს თუ დაამთხოვენ და ივნისში გამოვა, იქნება ძალიან კარგი. სიმბოლურიც რაღაც პუნჩი. ჩემი აზრით უფრო ივნისისკენ რა. მგონია ახლა მთელი წელი ამისთან კარგი რა.
მთელი წელი ჯერ ხო მარტში დაანოსდა მე მგონი თუ რაღაც და რამდენი ხანი გავიდა იმის მე თითქმის 1 წელი კიდე 1 წელი უნდა ელოდო არ მგონია ალბათ უფრო ივნისში გამოვა მე მგონი ივნისშია მათი ტანკის დაბადების დღე თუ მაისში აღარ მახსოვს ივნისი იყო მე მგონი და მაშინ რო გამოვიდეს კარგი იქნება ყველაზე კაი ვარიანტი ეგ არის რა უნდა მეთქვა ხო ასიანი რატოა early access როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თუ რაც ქვია იმ ტიპმა თქვა სახე დამავსდა ტანკი კლასიკზე ფული ხარჯება მხოლოდ აქ ამიდან შემოსული თანხით რა მოკლედ ვისაც early access-ი იყიდა და რაღაც და არა ტანკი online-ის ბიუჯეტით ტანკი online-ის ბიუჯეტით თან კლასიკი არ ფინანსდება ეგრე თქვეს ასე რომ იდეაში მაგის გამოღირს ფასიანი და არა უფასო მაგრამ who knows ხო კიდე თან კლასიკზე მოიცადე ქვევით არის კითხვები do I need download flash-ი კი რა თქმა უნდა flash-ი არა flash გამოწერა არა საჭირო თან კლასიკი იქნება Steam-ზე Steam-იდან გადმოწერთ translate make progression on tank online-იდან რა თქმა უნდა პროგრესი არ გამოვა მარტო nicknames თუ გადმოიყოლებთ როდესაც ფული უნდა გადაიხადოთ რა თქმა უნდა how can I become a moderator ხო ეს ვერ გახდები და ეს არის ძველი ტანკების old school კითხვა ძველი ტანკისტები მიხვდებიან ალბათ მე მგონი ეხლაც არის თუ არა არ ვიცი კოდმოდიონი მაგრამ დაბრუნდება თუ არაო ისო we will ask him სხვადასხვა კოდმოდიონი ერთი ადამიანი არ იყო ჩემი აზრით არც port SS-ი არ ყოფილა ერთი ადამიანი მე თვითონ მაგთან თამაშები მოკლედ დღეისთვის ეს იყო შევხვდებით მოყოლ ვიდეოში